გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგრორეფორმის საკითხები დარგობრივ ასოციაციებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. მონაწილეებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია რეფორმის შინაარსზე, რომელიც ექსპორტის პოზიციებისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს. დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის დიალოგი მნიშვნელოვანია ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული რეფორმის განხორციელებისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო უკვე 10 წლეულზე მეტია დაახლოებით 12-13 წელი ახორციელებს მიზანმიმართულ პოლიტიკას დარგის განვითარების ხელშესაწყობად. ამ პერიოდის განმავლობაში მომზადდა ნიადაგი იმისთვის, რომ გადასულიყო სფერო განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ასოციაციებთან სამუშაო ფორმატში სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ძველი გამოცდილება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გადავიდეთ თვისობრივად ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს ექსპორტის პოზიციების გაძლიერებას და ასევე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაში წვრილი შეტანას. ამ ამოცანების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მოდიფიკაცია, რომელსაც ახალი პროგრამის მეშვეობით გვეგმავთ. ზოგადად ასეთი ტიპის შეხვედრები არის აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ხდება აზრთა გაცვლა და ისეთი საკითხების დაყენება ორივე მხარის მხრიდან, რომელზეც შემდეგ უკვე უნდა აეწყოს ის მნიშვნელოვანი პროექტები და ის ცვლილებები, რომელიც საბოლოო ჯამში განავითარებს დარგს და განავითარებს, რა თქმა უნდა, ეკონომიკას. რომელიც საბოლოო ჯამში განავითარებს დარგს და განავითარებს, რა თქმა უნდა, ეკონომიკას. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენ ზოგადად დარგის წარმომადგენლები, დარგობრივი ასოციაციები ყოველთვის მოხარული ვართ და მზად ვართ, რომ ხელისუფლებასთან, დარგობრივ სამინისტროებთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვიყოთ და ეს ინიციატივები, რომლებიც დარგისაც ხელშეწყობა შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე ჩვენთვის გაეზიარებინათ ის ინფორმაცია, რაც